მოგესალმებით. აი ესეთი ლამაზი ორნამენტი ვნახე და მინდა თქვენს გაგიზიაროთ, ნახეთ, ესე თითქოს ფოთოლს გავს ესეთი ეს წვერო ცოტა ესე წამახვილებულია, მაგრამ ესეთი ძალიან მკვეთრად არა. აი ესეთია ძალიან ლამაზია, ნახეთ, აი ესეთი თითქოს ღილის ისა აქვს აი ეს ზემოთა ნაწილი. ძალიან ლამაზია, მოკლედ და მოდით დავიწყოთ და გაჩვენებთ ესე იგი როგორ უნდა მოგხსოვთ. აი როგორი ძაფიც არის ეს, როგორც მანამდე ვხსოვდი, იგივე ძაფს გამოვიყენებ და ეს ყაისნაღი 3.25-ია. აი ესე იგი ვიწყებთ გულიდან. ეს როგორც ხედავთ, აი შიგნით რაც არის ეს მოგხსოვილი, ეს არის აი ამის ერთ-ერთ წინა გაკვეთილზე გაჩვენეთ ღილის მოგხსოვის ის აი როგორც ღილა გხსოვთ ხოლმე და იგივე წესით არის, უბრალოდ შემდეგ მასზე არის მიგხსოვილი აი ეს ლამაზი უზორები. აი ესე უბრალოდ გადადეთ და აი ხლა აქ მე შეიძლებოდა თქვათ გულში ჯაჭვის მოგხსოვა და მე ზედ დახვევა. ესეთ შეიძლება უფრო ესეთი მარტივი არის, უფრო აი ესე პირდაპირ წრე რო შეკრათ ძაფის და აი ესე პირველი ერთი თავისუფალი თვალი როგორც ბიჭის და აი ამ წრის გარშემო თვლები ნამატის გარეშე. რაოდენობა ეხლა ჯერ არ არის მნიშვნელოვანი, აი ერთი რიგი უნდა შემოყვეთ, თავია შევავსოთ და აი მიახლოებით ეხლა აი ეს ხრელი აი ესეთი გამოგვივიდეს, ესე ვეცადოთ. ანუ აი ჩემი ნეკა არ ეტევა, ესეთი ნეკა არ ეტევა, მოკლედ ისეთი ზომაა და აი ესე შემოყვეთ. ეხლა ჯერჯერობით დიდი ხრელი მაქვს, მაგრამ მე ცოტა მოვჭიმავ აი ამ ძაფის ბოლოთი. ესე იმის მიხედვით როგორი სისქის ძაფი გაქვთ, სხვადასხვა რაოდენობა თვლების დაგჭირდებათ. რაც უფრო ფაფუკი ძაფია, უფრო ნაკლები რაოდენობა თვლების არის საკმარისი. რომ შეავსოთ ეს რგოლი ესეთი. აი ცოტას მოვჭიმავდი. აი აქ. ეს ერთი რიგი იქნება, მერე კიდევ მეორე რიგს გადავულით ისევ ესეთი თვლებით ნამატის გარეშე და გავასქელებ ამ ნაკსოვს. აი ეს უკვე საკმარისია ახლა აი ეს ხრელი რაც არის თან გაითვალისწინეთ რომ შემდეგი აი ესე ზემოდან რო გადაული კიდევ ერთ რიგს ხო ესე თვლებით ნამატის გარეშე ის კიდევ უფრო დააპატარავებს ხრელს ხო იმიტომ რომ უფრო გადავანახეთ აი ახლა ვფიქრობ რომ უკვე საკმარისია და წაღმა მხარე გვექნება აი ეს მხარე აი ეს უღმა მხარე იქნება ჩვენთვის წაღმა იმიტომ რომ ისე ლამაზად ჩდება მოდით კიდევ ერთს მოგხსოვ, აი აქ შევავსოთ და ახლა ჩვეულებრივ ვაგრძელებ და ნახეთ, აი ზემოდან, პირდაპირ ზემოდან, აი რაც იყო მოგხსოვილი ხო, წინა რიგი, იმას ზემოდან ესე გადავავლით და კიდევ უფრო გავასქელებთ ამ ჩვენ ღილს. რამდენ რიგსაც გააკეთებთ, უფრო და უფრო გასქელდება თქვენი ღილი. აი ესეთი ბურთივით გახდება. შეიძლება სულად ჩაკეტოთ აი ბოლომდე, თქვათ კიდევ ერთი რიგი რო ეხლა აი აქედან დაიწყო ხო ჩემი რიგი. მე ფიქრობ ეს საკმარისი იქნება და ამისთვის თუ უკვე ფიქრობთ რომ უკვე აი ეხლა ბოლო რიგს აკეთებთ ხო ამ ღილაკისთვის. აი ეს პირველი თვალი როგორმე მონიშნე და ისად ფიქრობთ პირველი თვალი რო იქნება. აი მაგალითად მე ფიქრობ რომ ეს იქნება ჩემი პირველი თვალი და ეს იმისთვის გვჭირდება რომ ეხლა უკვე მნიშვნელოვანია თვლების რაოდენობა. აქ ეხლა იმისთვის რომ აი ესეთი ლამაზი ნაკსოვი გამოგვივიდეს, აქ თუ დააკვირდებით, ნახეთ, გადავთვლით აი ამ ხვეული ესეთი ფაფუკი თვლებიანი ესენი გვაქვს სვეტები. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13-ია. 13-ია. ესე იგი, პლუს აი აქ თუ დააკვირდებით, ცოტა ის ამაქვს გამოტოვებული ადგილია უფრო. ანუ ერთი თვალი არ არის მოგხსოვილი. ანუ ესე იგი 13 აქ თითო თვალში თითოჯერ არის შესვლა და პლუს ერთი თვალი აი აქ ცოტა ესე ინტერვალი მაქვს დატოვებული. ამიტომ თქვენ გჭირდებათ 13 + 1 14 თვალი უნდა გქონდეთ აი ამ ნიშნულის ჩათვლით, ხო? ისე უნდა შემოუვაროთ ახლა ეს მეორე რიგი. თუ მესამეს აპირებთ, მაშინ აქ არა აქვს აზრი გადათვლას, აი როცა მესამე რიგს დაიწყებთ, ხო კიდევ თუ გასქელება გინდათ, აი მესამე რიგში ეცადეთ რომ აი ესე მოგხსოვოთ 13 + 1 14 თვალი ჯამში 14 გინდათ. ხამოდით გადავთვლი აი ნიშნულის ჩათვლით 1 2 3 4 5 6 7 8
ეხლა თვალი მაქვს 9 10 11 12 და აგიდევ 13 და 14 ხო როგორც თქვი 14 თვალი ეს კარგად ესე ჩასვით რომ აი აქედან რომ შეხედავთ ეგ შეგიძლიათ ცოტა გადაანაწილოთ იმიტომ რომ უკანა მხარეს მაინც ვერ უყურებთ როცა გსოთ ხო აი ესე ლამაზად რომ აი ესე ხედ როგორი ამომჯდარი ესეთი ლამაზი ბურთია ეს ცალკეც როგორც გითხარით მე უკვე გაჩვენეთ ხო მაშინ ცალკეც შეგიძლიათ გამოიყენოთ ეხლა აი პირველ ამ თვალთან დავაკავშირებ მე ამას თუმცა იმისთვის რომ შემდეგი რიგი და ესე იგი დავიწყოთ მე გვექნება უკანა კედლებში შესვლა მაგრამ აი ეს კავშირი გავაკეთოთ ორივე კედელში შესვლით ეხლა მე ამ ნიშნულს მოვხსნე პრინციპში აღარ დამჭირდება ესე იგი როგორც გითხარით ეს იქნება უკუღმა მხარე და აი ეს იქნება ჩვენი წაღმა მხარე აი აქ ლამაზად გადაანაწილეთ ეხლა პირველი თვალი გვექნება ჩვენს სვეტი და ფაქტობრივად აი ამ თვალში იქნება ჩვენი სვეტი. სვეტი იქნება 3 თავისუფალი თვალით. 1, 2 და 3. აი ესე შემოატრიალეთ. რომ ესე იგი ჩვენ უნდა გვგზოთ, ეს იქნება ჩვენი წაღმა მხარე და ამისათვის ეს ლამაზად უნდა ჩანდეს ეს მხარე. აი ესე გვაქვს. პირველი სვეტია და ეხლა მე აი ამ მესამე თვალზე გავაკეთებ ნიშნულს იმისთვის რომ არ დაგვეკარგოს ეს თვალი ნახეთ აი რატო ეხლა მიხვდებით ეხლა მე უნდა მოგსო ესეთი ხვეულები და გახსოვთ ხო წინა რამოდენიმე ორნამენტი იყო ესეთი ხვეულებით ესე იგი ყაისნახზე გადადეთ ზაფი და აი ესე შემოვლით აი ესე 1 2 3 და 4 ესეთი წაგრძელებული თვალი გჭირდებათ. აი ესე გამოიტანეთ ზაფი. აქ ახლა გირჩევთ რომ მოჭიმოთ ეს კარგად ნახეთ. აი ესე. ერთი თავისუფალი თვალი, მეორე თავისუფალი თვალი. აი ეს ადგილი რო არ დაგეკარგოთ, აი ამიტომ ჩავსვი მე ეს ნიშნული. ესე იგი ორი თავისუფალი თვალი მოგსოვე. შემდეგ უკვე გვექნება თვალი ერთი ნამატით. ანუ აქ იყო ამ სვეტის როლში იყო 3 თავისუფალი თვალი. ეხლა გვექნება თვალი ერთი ნამატით. ეხლა აქ დააკვირდით კარგად, ახლო რო არ გამოგივიდეთ. აი მე აქედან კი დავიწყე, მაგრამ აი ნახეთ ეს თვალი, აი ამას ეკუთვნის, მოდით. კარგად, ეხლა გადავთვლი მე, იმიტომ რომ უნდა გქონდეთ აუცილებლად 14 თვალი. აი თითქოს აქედან გამოდის, ხო, ეს ჩვენი სვეტი. აი აქედან, ხო? აი ეს თვალი ხო აი აქ გამოდის და ეს არ გინდათ აი ამას არ ნუ შეხედავთ აქედან თუ გამოდის აი აქ შემდეგი აქ იქნება ესე იგი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 აი ესე იგი ესე რომ შეხედავთ, ეხლა მე უკანა კედელში უნდა შევიდეთ, აი რო არ დაიბნეთ, მაგიტო გეუნებით. აი აქ კი არ შეხვიდეთ. ხედ, ეს არის აი აქ, საიდანაც გამოდის უკვე სვეტი, აქ მოქსოვილი მაქვს. აი აქ, აი ესე ამითი იხემძღვანეთ, აი აქ ეს ესეთი გამობურცული ძაფი როა, აი ამის თვალში. აი აქ. თითქოს ერთ თვალს ტოვებთ, მაგრამ სინამდვილეში არ ტოვებთ აქ. აი ეს. აი აქ უკანა კედელში შევედი, ხედავთ? 2 ერთად, 2 ერთად. აი ესეთი სვეტი და ისევ 4 ესეთი ხვეული, ესე ვთქვათ, ხო, დაგრძელებული თვლები. 2 3 და 4. აი ეს. გამოიტანეთ, ისევ 2 თავისუფალი თვალი, 1 და 2. შემდეგი ასევე იქნება 1 ნამატით სვეტი. მომდევნო თვალში, აი აქ ხო იყავით, აი აქ იყავით, ხო? აი აქ. უკან. აი აქ. 2 ერთად, 2 ერთად. ისევ ასეთივე 4 სულ ყველგან გექნებათ აი ესეთი 4 წაგრძელებული თვალით. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა სვეტების სიმაღლეს გავზრდით ახლა, ხო, წვეროსკენ უფრო მაღალი სვეტებია, მაგრამ
ეს ნახვეულები მაინც იქნება 4 ყველა შემთხვევაში. 1 2. ასევე ეს თავისუფალი თვლები ხო 1 აი ეს ხვეულიდან მეორემდე აქაც 2-2 გექნებათ ყველა შემთხვევაში. კარგით, ესე იგი მოგხსოვე ხო 2 თავისუფალი თვალი. ეხლა გადავდივართ შემდეგზე უკვე მეოთხეზე. მეოთხე იქნება 2 ნამატით. აი ეს 2 ძაფი გადავდე და აქ ამოვიყვანე აი აქ და უკანა კედელში. აი აქ. 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად. ეხლა უფრო აი მაღალი სვეტია თუ ატყობთ. აქაც ესე უნდა ამოვიყვანოთ 4 აი ესეთი წაგრძელებული თვალი. აი ესე. ერთად, ისე 2 თავისუფალი თვალი. აი ესე. კარგით. ესე იგი, აქ ჩვენ გვჭირდება, აი სანამ ცენტრალურ თვალთან მივალთ, აქ გვაქვს 6 თვალი. 6 ესეთი სვეტი, ხო? 1 2 3 4. ახლა 4 მაქვს მოგხსოვილი. კიდე დარჩა 2 მოსაქსოვი. აი აქ 2. კიდევ ერთ თვალს მოგხსოვ მე, როგორც თვალს 2 ნამატით, კიდევ ერთს, აი ახლა მომდევნოს. 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად. ისე 4 ხვეულით. 4 ერთად გამოვიყვანოთ, აი ესე. და 2 თავისუფალი თვალი. და 2. აი შემდეგი უკვე იქნება 3 ნამატით. აი ეს. ესე იგი, აქ დააკვირდით პირველი 1 2 3. ესენი იყვნენ 1 ნამატით სვეტებზე. ესენი ეს იყო ეს და ეს იყო 2 ნამატით, ხო, ეს 2 იყო 2 ნამატით და ეხლა 1 მექნება 3 ნამატით. აი ეს, ანუ ჯამში აქ 6 მაქვს ეხლა მე. ესეთი სვეტი. აქაც 4 ესეთი ხვეულიანი ორნამენტი. აი ეს. ისე 2 თვალი, თავისუფალი თვალი. ეხლა უკვე მე მაქვს აი ეს ადგილი, აი აქ მოვედი. აქ უნდა მოგხსოვთ ყველაზე მაღალი სვეტი, ხო? ესეთი წაგრძელებული. აი ესეთი. მათ გავაკეთებ, როგორც ხვდებით, უკვე 4 ნამატით. აი ეს, ნახეთ, 1 2 3 4. და ჩადიხართ მომდევნოში, ესე იგი, აქ ვიყავით, აი აქ და უკანა კედელში, სულ ყოველთვის უკანა კედელში. 1 2 3 4. ნახეთ რა მხოლოდ სვეტი, აი ესეთი წაგრძელებული ლამაზი სვეტი გამოგიბათ. მაგრამ ისე 4 ხვეული გექნებათ, რომ ესე ფეხი ჩანს, აი როცა იზრდება სვეტი, ხო? და ხვეულებს მაინც აკეთებთ ცოტას, ეს ფეხი უნდა გამოჩნდეს და ლამაზ სახეს აძლევს ძალიან. 2 თავისუფალი თვალი. აი ეს. ეხლა როგორც ხვდებით, ეხლა შევამცირებთ ისევ სიმაღლეებს. ესე იგი, როგორც იყო 3 ნამატიანი თვალი, 2 ნამატიანი, 2 ნამატიანი და შემდეგ თითო. კარგით, ეხლა 3 ნამატიანი, აი 1 2 3, ხო? შემდეგ თვალში. აი აქ ხო ვიყავით, ეხლა აი აქ და უკანა. აი აქ. 2 ერთად, 2 ერთად, 2 ერთად და 2 ერთად. აი ეს. ხვეულები ისე 4 ცალი გჭირდებათ. 1 2 3 და 4. ნერვიულობს ძაღლი. ისე 2 თავისუფალი თვალი. ესე იგი ხარ ვარ დაგაბნიოთ ხო კიდევ ერთხელ. 1 2 3 იყო 1 ნამატით სვეტზე 1 2. ესენი იყვნენ 2 ნამატით, ეს იყო 3 ნამატით, ეს 4 ნამატით. ეხლა 3 ნამატით იყო და ეხლა 2 ნამატით. მომდევნოში და კიდევ ერთს მოგხსოვთ ესე. ბელკა. ბატონერულო ბელკა. 1 2 3 და
4 ეს აი ესეთი ისევ იგივენაირად როგორც მანამდე ერთი თავისუფალი თვალი მეორე ისევ ორი ნამატით ხო აი ესე მომდევნოში ისე უკანა კედელში შევდივარ აი ესე ახლა ჩამოვთ პატარ-პატარა ესეთი მოკლე სვეტები გვექნება ხო ისე 4 ესეთი თვალი და 4 აი ესე ერთი თავისუფალი თვალი მეორე კარგით ახლა უკვე ერთი თავისუფალი თვალი ერთი ნამატიანი სვეტი აი ერთი ძაფი ესე გადადეთ შემდეგი აი აქ მაქვს უკანა კედელი ნახეთ რა მოკლე სვეტია როგორც აქეთ გქონდა ეს გავასწოროთ რა არ ამოვარდეს აქაც 4 3 და 4 ესე ორი თავისუფალი თვალი ეს არ დაგავიწყდეთ ასე ეს ერთი იყო ხო ერთი ნამატით სვეტი შემდეგი აი აქ მომდევნო 1 2 ისე 4 ხვეული 3 და 4 ორი თავისუფალი თვალი აი ესე და ბოლო სვეტი მესამე სვეტია აი ეს ნახეთ როგორი პატარა 1 2 და კიდევ მესამე ესენი არიან თითო ნამატიანი სვეტებით აი ესეთი პატარა ნაკსოვები აქაც 4 2 3 და 4 ერთად და ორი თავისუფალი თვალი მორჩა აი ეს უკვე ნახეთ რა ლამაზია ეხლა ეს უნდა დავაკავშიროთ აი ამ თვალთან აი ამიტომ მინდოდა მე ამის ესე ვთქვათ ესა მონიშნავ თუმცა მე უნდა გადავიდეთ მაინც აი ამ თვალზე მაგრამ ეხლა მოდით ეს მესამე თვალს მე მაინც აი ეს გამოვარჩევ აი ეს არის შემართებელი თვალი ეხლა ჩვენ შემოვყვებით აი ბოლო რიგი იქნება უკვე შემოვყვებით იქნება თვლები ნამატის გარეშეც და შემაერთებელი თვლებიც ესე იგი ეხლა აქ აი აქ ეს არის თქვენი პირველი თვალი ესე ვთქვათ აქ იქნება შემაერთებელი თვალი კიდევ ერთი ამ არკებში ვაკეთებთ 3 თვალს ნამატის გარეშე 2 3 ხოლო აი ნახო ესეთი ხვეული სადაც არის ხო იმის თავზე აი აქ პირდაპირ თვალი როზის აქ აკეთებთ შემაერთებელ თვალს აი ესეთი ნაკსოვი უნდა გააკეთოთ აქ არ შედიხართ ამ ასეთ ადგილებში არ შედიხართ ხო აი პირდაპირ არკაში ახლა არკაში 3 თვალი ნამატის გარეშე აი ესეთი მესამე და აი ამ ასეთი ხვეულიანი თვალის თავზე კიდევ შემაერთებელი თვალი. ანუ ნახეთ როგორი ფორმა აქვს ესეთი. ესე. სულ ესე გლუად კი არ მიდის, ამობურცული ჩადის. იმიტომ რომ ეს თვლები ნამატის გარეშე უფრო მაღალია, ვიდრე შემაერთებელი თვლები, ხო? ეხლა ისევ თვლები ნამატის გარეშე. 3, ყველგან 3 გაქვთ, ეხლა სანამ აი წეროსთან არ მივალთ, მანამდე ესე გვხსოვოთ ჯერჯერობით. მერე შემაერთებელი ხო თავზე აქ ისევ არკაში თვლები ნამატის გარეშე 3 ცალი აი აქ ერთი შემაერთებელი თვალი ნახეთ აი ფორმას მე მგონი ატყობთ ხო აი როგორიცა აქ არის ისეთივე ლამაზია ძალიან თითქოს ფარშევანკის კუდს გავს ესე რაღაც კარგი და კიდევ მგონი ჯერ არ მივსულარ ხო კენწეროზე ესე შემაერთებელი ხო აქ 1 2 3
და მივედი კენწეროზე. აი ნახეთ, აქ როგორ მასაკნით, მეშვიდე აი ეს ნაკსოვია. აი აქედან, ეხლა კარგი იყო მე ეს გამეკეთებინა ნიშნული. მაგრამ არა უშავს. აი აქ ვარ, ნახეთ, ეს არის აი ესე მე მგონი ჩანს, ხო, ეს ღერძი რო გაავროთ, აი აქედან. 1 2 3 4 5 6 და ეს არის მე-7, აი კენწეროზე ვარ მოსული. აქ ვაკეთებთ ერთ თავისუფალ თვალს. ეხლა აი ამ წვეროზე ხო, მანდ ვაკეთებთ თვალს ნამატის გარეშე. უბრალოდ ნახევრად ნამატით, აი აი საღზე გადავდეთ ზაფი და ნახევრად ნამატით. ესეთი ცოტა შეავსებს ეს ადგილი. აი ესეთი თვალია ხო, თვალი ნახევრად ნამატით, ფაფუკია ძალიან და მე ერთი თავისუფალი თვალი და ისე ვაგრძელებთ. აი აქ როგორც გავაკეთე, აქ ხო გავაკეთე 3 თვალი ნამატის გარეშე, ერთი თავისუფალი თვალი. მე წვეროზე გავაკეთე თვალი ნახევრად ნამატით, ისე ერთი თავისუფალი თვალი. ისე სიმეტრიულად, ისე ჩამოვალთ ეხლა აქეთ არკაში თვლები ნამატის გარეშე 3 ცალი. ბოლომდე მივყვებით, აი ესე გავალთ, როგორც აქეთ მხარე მოგსოვე. აქ წვერზე იქნება შემაერთებელი თვალი ყოველთვის. ხოლო არკაში 3 თვალი ნამატის გარეშე. ესე გაყევით ბოლომდე. აი ბოლო არკა არის ახლა. აი აქ. აქ ხედავთ ხო, აი გამოტოვებული მქონდა ერთი თვალი და ცოტა ისეთია, აი ჩანს რომ ესენი ცალ-ცალკე ესე თითქოს ფოთლის ის არის ესე ჩაღმავებული ადგილი. მაგრამ აქაც მოგსოვე ხა მე 3 თვალს ნამატის გარეშე და ფაქტიურად მორჩა ამითი. ეხლა მე მოვჭრი, ოღონდ მე მოდით გაჩვენებთ როგორ დავაბოლოთ ხო? ცოტა გრძელი ძაფი მოჭერით, რომ მე გამოიყენოთ მისაქსოვად. ესე იგი, აი ესე, კარგად მოვუჭიროთ. აი ესე. ეხლა მე ამას ძაფის ბოლოს გამოვაძვრენ, პირდაპირ და აქ შეუმჩნეველ დამთავრებას გავაკეთებ აი ამ თვალთან. ხედავთ? აი სადაც იყო აქ ორი თვალი, შემაერთებელი თვალი იყო, ერთი თვალი და მე გადავედი აი ამის ხვეულების თავზე. აი ხვეულების თავზე რო აი თვალთან გჭირდებათ, რომ დააკავშიროთ, ისევ ესე შემაერთებელი თვალით. ой, что-то რაღაც გაუჭირდა. გასვლა. ძალიან მჭიდროდ მოგსოვე რატომღაც. მაგრამ არა უშავს. აი აქ საიდანაც ამოვიდა, იქვე ჩავიყვან და იქნება ძალიან ლამაზი, ნახეთ, შეერთება ესეთი. ცოტა მოვუჭირეთ, ერთნაირი ზომის თვლები რო იყოს, ხო? აი ეს არის. აი ესე. აი ეს შემერე უკვე მიქსოვისას უკვე ამ ძაბს გამოვიყენებთ, ხო? აი ესე. კარგი, და ეს დღეს სულ ეს იყო. წარმატებები ყველას.